Განმოკაჩი. მაიტა მე განმოკაჩი. გამარჯობა მეგობრებო, დიდი ხანია ითხოვს რამოდენიმე ჩვენი გამომწერი, რომ მივხედოთ და გაგიზიაროთ თუ როგორ უნდა იკვებოთ კარგად, სწორად და მაღალცილოვნად და ამიტომ გადავწყვეტ დღესო გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ ჩემთან სახლში, იმისთვის რომ ყოველთვის ვიყო ფორმაში, ასე ვთქვათ, ჭამის მხრივ და ყოველთვის უფრო მარტივი იყოს ჩემთვის წვრის მომზადება და მიწოდას ხოლმე სახლში დაახლოებით 3 დღეში ერთხელ რაღაცას კეთება, 4 დღეში ერთხელ რაღაცას კეთება და მე უფრო მარტივად ვიცავ ხოლმე ჩემს დიეტას და სწორ კვებას. ამიტომ დღეს გავაკეთებ ერთ-ერთ ჩემ ყველაზე საყვარელ ორ კერძს, რომელიც არის ერთი საუზმის და მეორე არის სადილის ან ლანჩის, როგორც გნებავთ და შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ლანჩის ბურიტოებს გავაკეთებთ. შეგიძლიათ გააკეთოთ ერთ დღეს დაახლოებით 1 კვირის მარაგის და გაყინოთ საყინულეში და მიკროტალღურში გააცხილოთ და ჭამოთ ჩვეულებრივად და მეორე არის ჩიას და პროტეინის პუდინგი დავარქვათ. შეგიძლიათ რომ გააკეთოთ ერთ დღეს, 4 დღის ან 5 დღის მარაგი, უმჯობესია 4 დღის, იმიტომ რომ მე შეიძლება გაგიფუჭდეთ, არ ვიცი როგორი მოცივარი გაქვთ და ესე მარტივად და ძალიან კარგად იკვებოთ რა. რაც შეეხება კალორიებს და სხვა მაკრონუტრიენტებს, მაგ ყველაფერს ჩამოვთვლი, რომ გავაკეთებ, გეტყვით თუ რამდენი კალორიანი არის. დაახლოებით 600 კალორია გამოდის ერთ წელი ბურიტო, თავის ტორტიასთან ერთად და დაახლოებით 300 კალორიამდე გამოდის ჩიას პუდინგი, რომელსაც 35 გრამი ცილა. დილის დასაწყისში ძალიან კარგი არის და ძალიან ტკბილი არის და მოკლედ sugar spikes არ მოგცემს და მე ენერგიას არ წაგართმევს და მოკლედ ძალიან კარგია. თან ჩია, ომეგა 3 აქვს და ასე შემდეგ. მოკლედ ეხლა ბევრი დრო რო აღარ დავყავოთ, დავიწყოთ კეთება. პირველი გავაკეთებთ ჩიას პუდინგს, რომ მე მაცივას სჭირდება მაგას დაყოვნება და რომ გააქტიურდეს და შემდეგ გავაკეთებთ ბურიტოებს. ამიტომ დავიწყოთ. როგორც მანამდე თქვი, პირველი გავაკეთებთ ჩიას პუდინგს, დაგჭირდებათ დაახლოებით 400 გრამი ბერძნული იოგურტი, მაგრამ შეგიძლიათ მაწონი იხმაროთ, მაგრამ მაწონს თუ იხმაროთ ნაკლები ცილა აქვს და ბერძნული იოგურტს უფრო მეტი ცილა აქვს, ამიტომ ბერძნული იოგურტს ხმარობ. ჩაუშვათ ბერძნული იოგურტი ჯამში. დავასხათ დაახლოებით 250 მგ რძე. ჩაუშვათ ჩია, 80 მგ ჩია არის, 30 გრამი პროტეინ ფაუდერი, ხა შოკოლადსაც ხმარობ, მაგრამ შეგიძლიათ იხმაროთ ვანილის. გაუკეთებთ ძალიან ცოტა ნეკერცხვრის სიროპს, ან თქვენ შეგიძლიათ გაუკეთოთ თაფლი ან ნებისმიერი დამატკბებელი, თუ გინდათ სტევია და ეს ყველაფერი კარგად გავხსნათ ერთმანეთში. დავანაწილებთ 2 ცალ კონტეინერში, ნახევარს ესე და ესეც ესე. ცოტა ძრისავს უნდა დაგეკცეთ. და ეს არის უამარტივესი დროის დამზოგველი რეცეპტი, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ ყოველ დილას, ან წინა დღეს, ან 4 დღით ადრე და გექნებათ ძალიან მაღალცილოვანი საუზმე, რომელიც შეგიძლიათ მიირთოთ ყოველ დილას და დაიწყებთ დილას ძალიან ენერგიულად და ამ პროტეინ ჩია პუდინგი თქვენ შეგიძლიათ რომ თქვენი დღიური რაციონის მე-3 ან მე-4 მაინც ყოველ დილას შეივსოთ, რაც ძალიან დიდი ის არის რა. კარგი დღის დასაწყისია. ეს ახლა თავის დავახურო და უმჯობესია რომ მაცივარს შევინახოთ დაახლოებით 4 საათი მაინც რომ კარგად გააქტიურდეს ჩია და კარგად გაღვივდეს, ან მეორე ვარიანტი რომ მთელი ღამე და დღეები გქონდეთ და შეგიძლიათ ამის შენახვა დაახლოებით 4 დღე თავდახურული, ძალიან ბევრი კარგი მაკრონუტრიენტით, კარგი ვიტამინით და ასე შემდეგ. შემდეგს გავაკეთებთ ყველაზე მოთხოვნად ისეთ საჭმელს, ბევრი მიწევს ხოლმე რომ ისეთ რაღაც გავაკეთო, რაც მაგათ დაუზოგავს დროს და არ გახდის დიეტის შენარჩუნებას რთულს და მაგიტომ გადავწყვიტე რომ გავაკეთო ის ბურიტოები, რომელსაც მე ვჭამ ყოველ დღე. რაც შეეხება ჩვენი ბურიტოებისთვის, ჩვენ დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. დაახლოებით 120 გრამი ბულგარული, დაახლოებით 100 გრამი ხახვი, 700 გრამი საქონლის ფარში, ნაკლებ ცხიმიანი, 120 გრამი siminди, ასევე 400 გრამი ლობიო, მოცარელა, დაახლოებით 300 გრამი, 1 სუფრის კოვზი ნიორის თხვნილი, 1 სუფრის კოვზი ნახევარი შებოლილი პაპრიკა და 1 ჩაის კოვზი ორეგანო. ეს ყველაფერი არ შეგეშინდეთ ერთი ბურიტო არ კეთდება ამით კეთდება დაახლოებით 7-8 ცალი ბურიტო, რომელიც შეგიძლიათ რომ გაყინოთ ჩვეულებრივად. ამიტომ ეხლა მოვიტან ტაფას და დავიწყოთ კეთება. გასული ვიყავი მეგობრებო. უკან ხმაურობდა. უკან რაღაც საქმეებს ვაკეთებდი. ხმაურობდა. და როგორც გავიგე, აქ კეთდება meal prep. საჭმლის წინასწარი გამზადება, ეგრეთ წოდებული, რომ შემდეგ მივირთოთ ეს საჭმელი მაშინ, როცა ზარმაცები ვიქნებით. როცა დრო არ გვექნება. ყველა მიცის, რომ მაღალი ტემპიდან გამომდინარე ძალიან რთულია ყოველთვის იკვებოთ ჯანსაღად, ამიტომ გვიწევს ხოლმე რაღაცეების გამოძახება, junk food-ის ჭამა, რომ არ მოგიწიოთ, აი შეფ დიმიტრი, ბატონი დიმიტრი გასწავლით როგორ უნდა იკვებოთ ჯანსაღად და დაამზადოთ წინასწარ საჭმელი. რას ვაკეთებთ ახლა? ეხლა მოდიჭოთ ხახვს, ხახვი კარგად უნდა გაყავიცფრდეს. რასაც ქვია ხახვის კარამელიზაცია, ძის ნაწარმის და ხორცის ერთად ჭამა,
არ არის რეკომენდებული. შენს რელიგიაში. რატომ? და სამუშაოდ რთულია და კაკრას აქ კოკოლის სამსახური გდია. ეტყობა შეყვანილი არ არის და მოდი ახლა მე ამ კოდს შევიყვან და დავიწერ ქულას, ვინოხერი. გრძელდება ხახვის კარამელიზაციის პროცესი. ხო და ნახევარ დაკარამელიზირდა უკვე. ნახევრად დაკარამელიზირდა. ჩავუმატეთ ბულგარულს და ამასაც იგივენაირად მოვთუშავთ. იგივენად მოვთუშავთ. ეხლა დავუმატეთ 1 სუფრისკოს ტომატის პასტას. ეს ტომატის პასტა არის მარნეულის ბრენდის, რომელიც ჩვენი სახსრებით შევიძინეთ. დავუმატეთ ცოტა წყალი, დავუმატეთ ორეგანო, ორეგანო. დავუმატეთ შებოლილი პაპრიკა და ნიორი. ცოტა შებოლილი პაპრიკასაც კიდე აიტანს რა. პაპრიკა თან მეტად ცხარე არ არის. ეხლა დავუმატეთ ხორცს. ამას აუწევთ კარგად და კარგად მოიბრაწოს. ესე დავარცხლი კონტენტი კი კაი იყო, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ თან განხებით იმის უკან თუ რა ხდება, როგორ კეთდება ეს ყველაფერი, რომ არ არის ადვილი, რაც ვაკეთებთ და ისეთი კონტენტი მე ვთქვი, რთული ჩადაწერია, მაგრამ ასე ვგითხარით, რომელი უფრო მოგწონდა, ესეთი კონტენტი და სტილი თუ ისეთი. აგვიწერეთ კომენტარებში. ხორცი მოითუშა, ასე ვთქვათ. დავუმატოთ ახლა ლობიო, დავუმატოთ სიმინდი, ეს კარგად ამოურიოთ. რაღაცის სუნის ნაცნობის სუნი ამოვიდა. ეს არის იმის სუნი, ტომატის. ახლა გვინდა კიდე წყალი. ხო. ტომატის პასტას მაგალითად შეგიძლიათ იხმაროთ კანგაცრილი პომიდორი, რომელიც არის იყიდება ხოლმე, ასე ვთქვათ, ქილებში. ეგეთ შეგიძლიათ იხმაროთ და შეგიძლიათ რომ იხმაროთ ესე წყალი გადავაროთ ტომატის პასტას და ესე შიგნით ჩაუშვათ. ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო წვნიანი გამოვიდეს ჩვენი ბურიტოს ხორცი. ეხლა ამას ცოტა ჩაუწევთ, საშუალო ცეცხლზე ჩაუწევთ, ცოტა ხანი ვადუღებთ ესე საშუალო ცეცხლზე, რომ ეს კარგად წვენი გაუჯდეს და უფრო წვნიანი იყოს ჩვენი ხორცი. წყლის დამატება ხორცში ძალიან მიღებული პრაქტიკაა. სხვათა შორის თქვენ რომ ხინკალი გიყვართ, ყველა ხინკალში წყალია დამატებული. ქართულ YouTube-ზე რას ვფიქრობ, რამე აკლია თუ არა ქართულ YouTube-ს? და მოგწონს თუ არ მოგწონს. იცი რა არის, როცა ლაპარაკობ რაღაცა სეგმენტს სფეროს რა აკლია და რა არ აკლია, ლაპარაკობ სხვა მსგავსი მაგალითების გამოცდილებით. სოფლიო YouTube-ი რო შევადაროთ ქართულ YouTube-ს, ალბათ ბევრი რამე აკლია, რა თქმა უნდა. მაგრამ კარგი დინამიკით მიდის, კარგად ვითარდება ჩემი აზრით და ხარისხი ნელ-ნელა ემატება. ვიმედოვნებ, რომ უფრო და უფრო ხარისხიანი კონტენტი შეიქმნება საქართველოში. ხორცი ცოტა დაშრება, რატო თუხთუხებს, მანამდე ტექნიკური შესვენება. და არ დაგავიწყდეთ, რომ დრო ტიკტიკებს. დრო ტიკტიკებს და მანამდე ტექნიკური შესვენება. ჩვენი ჩილი, რაც ვამზადებ ამდენი ხანი დაშრა უკვე, კარგი გამომშრალი არის და არის თან соуსიანი და თან ჩამჯდარია კარგად სითხე. ეხლა მთავარი რა არის, რომ ეს ყველაფერი უნდა აუწონოთ რა, თუ ამ სტილის ვიდეოები გაინტერესებს შენ და თუ გინდოდა რომ meal prep-ი გამეკეთებინა, ანუ ისიცი, თუ საჭმლის აწონება და კალორიების თვლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ეხლა პირველ რიგში ეს უნდა აუწონოთ, რომ ნახოთ რამდენი გრამი არის 1500 და ეხლა ის გამოდის, რომ დაახლოებით 200-210 გრამი გამოდის ერთსალ ტორტიაზე რა, 7 ცალი რომ გავაკეთო. ჰაკიდიქში იყო და მიზეზი სწორედ ეს არის, რომ იქ საცლებს როცა ანთებდნენ, ძველ ბერძნებს ჰქონდათ 7 ცალი ტორტია და სწორად ამიტომ. სწორად ამიტომ. და აი დიმიტრიც მაგიტო არის ამ ტანის აღნაგობის და ეს პარმეზანი კი არა, მოცარელა რისთვის გვინდა. მოვაყაროთ მაგას. ჩილი ჩიზი უნდა გავაკეთებინო ხალხო, მე შემდეგ ეპიზოდში აი უნდა ავდგე გავაკეთებინო რა. დამხელა ნახეთ მფარავს გავუქრი აი. აი შეხედეთ. იცით რატო? სუაიმ ტორტიებს და იმეებს ჭამ ვიფრეფებ სახში. და მაგიტოა ესეთი ძლიერი, აბა? ძლიერი. თქვენს თუ გინდათ რომ იყოთ ესეთი ძლიერები, უნდა ჭამოთ მილფრეფები. ეხლა კიდე ავწონოთ მოცარელას და დაახლოებით 30-40 გრამი მიდის ერთ ცალზე. გრამს არ დაგიდებს მეტს. ცოტა მიეყარე, მიეყარე. არ გვაქვს აუცი მეგობრებო, იმიტომ რეკლამას არ გავაკეთებთ. ეხლა უბრალოდ დიმიტრი ძალიან ჩქარობს, იმიტომ რომ 7 ცალი სტანდარტული სველის შეკვეთა აქვს აღებული. და უნდა გავუშვას საკუთარ გლოვარი კარებზე. ეხავე. ერთ წაგინათ. 5 წუთში გამოვა. ნუ ეხლა უნდა გადავახოთ ტორტიები, პირველი გადავკეცავთ ამ გვერდებს, მე ესე რა არის? და ეს ერთი ესე ერთი ტორტია. ერთი ტორტია, რა სწრაფად ახავს მეგობრებო? 5 წუთში კი არა, 3 წუთში გამოვა ეს. ვიღაცამ შეუკვეთა 7 ცალი სველი და ესე. ეს ხანჯალი შეახვია, რომ ესე. ესეც 1, ესეც 2, 3, 4, 5, 6 და 7.
რეთ ეხა გამოვიდა 7 წელი ბურიტო ამ ყველაფრიდან. ეს არის დაახლოებით 7 დღის ჭამა, ხო? 7 დღის 1 წელი ჭამა. 1 წელი ჭამა, კი ბატონო, დაახლოებით 650 კალორია აქვს, დაახლოებით 60 გრამი ცილა აქვს და ეხა დღესაც გავაკეთეთ საუზმერო ჩავთვალოთ და ესო ჩავთვალოთ ანუ ლანჩზე და საუზმეზე ჭამოთ, გამოდის რომ 900 კალორია ჭამი და 100 გრამამდე 90 გრამამდე პროტეინი გაქვს ნაჭამი. და კიდე ერთი ჭამაც გინდა. და ერთი ჭამაც გინდა და 900 კალორია გაქვს ნაჭამი და 1100 კალორია აქვს დარჩენილი, წარმოიდგინე. ანუ 2000 კალორია არის საშუალო ებრი. კალორიები ცოტა მიიღე, მაგრამ ენერგეტიკული ღირებულება აქვს ძალიან მაღალი. დიდი ხარივით ხარ მთელი დღის განმავლობაში. აი რასაც თქვი, აი ამასავით ახარ. ეხა ავიღებთ ამებს, ესე. და გადაახტოვ. ტაკ. და ეხლა რაც შეეხება ბურიტოებს, სანამ გავაცხელებთ და რაღაცებს გავაკეთებთ, ამამდე გეტყვით რომ კოკაკოლის გათამაშება კიდევ გრძელდება და ყვითელი თავსახურების ქვეშ მოთავსებული კოდები კიდევ შეგიძლიათ შეიყვანოთ კოკაკოლის აპლიკაციაში და მიიღებთ მონაწილეობა გათამაშებებში და მოხვდეთ ლიდერბორდში და მან დაგხვდებათ უამრავი სხვადასხვა პრიზი. ქულების დაგროვება გრძელდება. და ქულების დაგროვება გრძელდება. ამიტომ დალიეთ, შეიყვანეთ კოდები და როგორც კოკაკოლა თქო და კოკაკოლის დალევა უკვე 2 მაგაც ასიამოვნო. სანამ ეს გაყინული არ არის, შეგიძლიათ რომ პირდაპირ ხა ტაფაზე გავაცხრებთ და მოუწვავთ აქედან იქიდან და შეგიძლიათ რომ საკმელი შეინახოთ როგორც თქვით და შეგიძლიათ გაალღოთ მიკროტალღრუმელში. აფაზე უკეთესია, ეგ არის ჰასპის მიერ რეკომენდირებული გალღობის რეკომენდაცია. და ჰასპი რა არის? ჰასპი არის ჰასპი. ეხლა ბურიტოებს აქ დავდებთ. ჩვენ ვიყენებთ ინდუსტრიის მიერ აღიარებულ ხსნარ საწმენს. რომელსაც აქვს საშინელი მყრალი სუნი, იმიტომ რომ არის 700%-იანი სპირტი. დიმიტრი მოიტანა, შეიძლება ყამლავს, მაგრამ ვენდობით დიმიტრის. იძახის ინდუსტრიის მიერ აღიარებულიაო. და პატარა sneak peek-ი ჩვენი ახალი რუბრიკიდან სუფრის კოუზი. გაინტერესებთ ეს რა არის, დაწერთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოში გავაცხადებთ. აი უკვე მოიბრაცა, გადმოვატრიალოთ უკვე. ესეთი უნდა გამოვიდეს ლამაზი აი ეგრე. ეხლა ჩვენ ამ ბურიტოებზე მუსრს გავავლებთ. კი ბატონო. აბა, კოკა მინდა. კოკა სულ წყალს არ მოიტანს, ამიტომ კოკაკოლა ყოველთვის ადგილზე გქონდეს. აბა. ხელია. მაგარია რა. აია. სამაგარია. სამშვენიერია, უმშვენიერესია. აგერ ის რაც გავაკეთეთ დილის საუზმე, ამას აქვს 316 კალორია, 23 გრამი ნახშირწყალი, 35.5 ცილა და 9.5 ცხიმი. ნიტყვება რა ფლეშ სკორია გახსნილი. ამ ბურიტოს აქვს 1 ცალს 613 კალორია, 47 გრამი მთელი 5 ნახშირწყალი, 42.7 ცილა და 29.8 ცხიმი. 950 კალორია გამოვიდა, რომელსაც აქვს დაახლოებით 80 გრამი ცილა. ძალიან კარგი მაკროები აქვს, ძალიან კარგი საჭმელია, ძალიან კაი მილპრეპია და თავარია გემრიელია. და თავარია გემრიელია, კი ბატონო. ეს არის შეგიძლიათ ახლა ხო ეს არის ასე ვთქვათ რეცეპტის ბაზა და რა თქმა უნდა სამზარეულოში ყოველთვის მივესალმებით ინტერპრეტაციას და თუ გინდათ მეტი რაღაც და გავუკეთეთ, თუ გინდათ სხვა სუნელი გავუკეთეთ, თუ გინდათ მეტი ხახო გავუკეთეთ. იმედია მოგეწონათ. აგეშტებით გამოიწერეთ ჩვენ ახლა და დაგვიწერეთ კომენტარებში თუ სად ვიყიდეთ ტორტიები და ბუაი